კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნობთ. პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოусმენს მაგაბოჭორიშვილის კითხვებით გახარიას გუნდმა მიმართა. ფრაქცია საქართველოსთვის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრთან 19 კითხვა აქვთ, მათ შორის ევროინტეგრაციასა და საერთაშორისო სანქციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საზოგადოება პარლამენტში დღეს გახარიას გუნდის მხრიდან მორიგი პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობას იხილავს და მაგაბოჭორიშვილის საპარლამენტო ოპოზიციის პოპულისტურ კითხვებს ამომწურავ პასუხებს გასცემს. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, ქვეყნის წარმატებული საგარეო პოლიტიკის შედეგები გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდება. დამოკიდებულება ჩვენი ბრიუსელის მიმართ განისაზღვრება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საქართველოს ჩვენ ქვეყანას გააჩნია და ბრიუსელის მოთხოვნები ჩვენს მიმართ ისეთია, რომელიც საქართველოსთვის ნამდვილად არ არის არც მისაღები ზოგიერთი. და ზოგიერთი არის იმ საფრთხის შემცველი, რასაც ნგრევა ქვია, ქვეყნის ეკონომიკური და ფიზიკური ნგრევა. ასე რომ ვფიქრობ, საკმაოდ ესეთი ძლავრი საფუძველი აქვს ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად. ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ კონკრეტული შედეგი გამოიღო, ქვეყანამ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მათ შორის შეინარჩუნა პარტნიორები, ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტებს და რა თქმა უნდა, ამის ფონზე და იმის ფონზე თუ რა გეოპოლიტიკური მდგომარეობაც არის, რა რისკებიც არის ჩვენს რეგიონსა თუ მიმდებარე რეგიონებში, საქართველოს ინარჩუნებს მშვიდობას, ამიტომ ამის ფონზე ყველა კითხვა აბსურდული ჩანს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, რომ დასვან. ჩვენ მოусმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაგაბოჭორიშვილს, რომელიც არწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, მათ შორის ამ ოპოზიციური პარტიისთვის პოპულისტურად რაღაც აქტუალურ კითხვებზე გაცემს სრულყოფილ დამაჯერებელ პასუხს, რაც კიდევ ერთხელ გახდის ნათელს, მოფენს ნათელს ყველა იმ საკითხო პრობლემას, რომელიც ამ თემის გარშემო არსებობს, რაც ისედაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის კარგად ცნობილი. იმედის გაღვივება მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება, ღონისძიებაში 2500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაციებს და 77 სპიკერს ელოდებიან. ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ჩალვა პაპუაშვილი სიტყვით მიმართავს ასამბლეის მონაწილეებს, დაგეგმილია ჩვენი ქვეყნის პირველი კანონმდებლის არაერთი პირისპირ შეხვედრა. დღეს იწყება ჩვენი დელეგაციის ვიზიტი სტამბოლში, სადაც იმართება მსოფლიო საპარლამენტო კავშირის მორიგი სესია. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებისთვის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრებისთვის. ამ ვიზიტის დროსაც დაგეგმილი გვაქვს 10-ზე მეტი შეხვედრა, როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. შესაბამისად, ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ როგორც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ამ ქვეყნებთან ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო პარტნიორობის განსავითარებლად. პარლამენტში გრანტების შესახებ კანონ პროექტზე მუშაობა გრძელდება. დეპუტატები საკითხზე დღეს მეორე და მესამე მოსმენით მუხლობრივად იმსჯელებენ და დაამტკიცებენ. კანონ პროექტი ტექნიკური ხასიათისაა, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დაკონკრეტდება, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები, რომლებიც უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობას ხმარდება, გრანტად არ ჩაითვლება. როდესაც საელჩო თანხას ხარჯავს იმ დიპლომატიური საქმიანობისათვის, რაც მან უნდა განახორციელოს ყველანაირი კონვენციისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რასაკვირველია, პრობლემა არასდროს არ ყოფილა. მაგრამ თუ კი მოინდომებს გარკვეული აქტივობების დაფინანსებას, რასაკვირველია, ეს თემა დეტალურად უნდა განიხილოს მთავრობასთან.
ვინაიდან გამოვრიცხოთ ყველანაირი გაუგებრობა და გამოვრიცხოთ აგრეთვე ის ქმედებები, რაც ჩვენ მეგვაჩნია სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო წარმართული. დიპლომატიური კორპუსი და საელჩოები, როდესაც საკუთარ უშუალო უფლებამოსილებას ანხორციელებენ და ამისთვის იღებენ თანხებს, თავისთავად არ ხვდებიან და არ მოხვდებიან გრანტების კანონის დაფარვის ქვეშ, თუმცა ყველა სხვა შემთხვევა, როდესაც გრანტი პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკაში ჩარევას, საჭიროებს მთავრობის მხრიდან შეთანხმებას და თანხმობას, შესაბამისად ეს დაზუსტებაც მიემართება იმისთვის, რომ არანაირი არასწორი ინტერპრეტაცია არ მიეცეს ჩვენს ყველანაირად სწორ პრინციპს, რომელიც გრანტების კანონში გვაქვს ასახული. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან უღმერთოები და ურწმუნოები. თინა ბოკუჩავას თქმით, ეკლესია მოედანია, რომელზეც ოპოზიცია უნდა შევიდეს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობა დაფასებს ხელისუფლება. მმართველი გუნდის განცხადებით საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ამჯერად სახეზია ეკლესიის გამოყენება. ქართული ოცნება ბოკუჩავას ფარისევლობაში ამხელს და მათ მიერ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას იხსენებს. ოპოზიცია რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ აქაც მაინც ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო ნამდვილად, რა ვიცი, ეკლესიაშიც დავდივარ და აღსარებასაც ამბობ და მამაოც შეიძლება ყავდეს და კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო. თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს, თუმცა არაფრით არ კავშირდება ნაციონალური მოძრაობა არც ეკლესიასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ადამიანის და უფლის სიყვარულთან. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას. წლებია ებრძოდნენ პატრიარქს. ახლა, როდესაც დაინახეს რამხელა მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ქონდა პატრიარქს ქართული ხალხისგან და როგორი ძლიერია ეკლესია, რა თქმა უნდა, მათთვის ახლა ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, არავინ არ მოტყუდება მათი ამ ფარისევლობით. 2026 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხით ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამთოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მაინც პირველი კვარტლის მონაცემები საკმაოდ პოზიტიურია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებში 4%-ის ზრდა გვაქვს. ასევე ზრდა გვაქვს ძირითადად ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან, ისეთებიდან, როგორიც არის გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალი საკმაოდ მუშაობის შედეგად საკმაოდ პოზიტიური იქნება. იცით, რომ შეხვედრა გქონდა ბიზნეს სექტორთან და ძალიან აქტიურად ვცდილობთ გარკვეული აქტივობების ჩატარებას იმისთვის, რომ მიმდინარე მოვლენების, საერთაშორისო მიმდინარე მოვლენების გავლენა შედარებით შევამსუბუქოთ. იუსტიციის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება პაატასალია ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25 სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილებთან. მინისტრი ასევე შეხვდება ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს. კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება სიტყვით მიმართო კომიტეტის წევრებს, გაეროს წარმომადგენლებს და ვისაუბრო იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს საჯარო ადმინისტრირების სფეროში, მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიწოდებისას, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების თაობაზე და რაც მთავარია ვისაუბროთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება საქართველოში, კერძოდ კი ქალაქ თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივნის მოადგილესთან და ასევე სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში ფელიპე პაულიერს შეხვდა. მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს გივი მიქანაძემ გაეროს წარმომადგენელს ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და მათი ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იტალიელ და სერბ კოლეგა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. იტალიის სოფლის მეურნეობის სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო პროექტების საკითხებზე გამახვილდა. სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სატყეო და წყლის მართვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კი აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი ხარისხის სტანდარტების და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით. იტალიის კოლეგა მინისტრთან ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეხილა ერთობლივად თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად პროდუქტიული გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება. სერბეთთან მიმართებით მნიშვნელოვანი არის მათ მიერ განვლილი გზა ევროინტეგრაციის პროცესში, იმ სტანდარტების დაწესება, იმ სტანდარტების შექმნა, რომელიც ხელს უწყობს აგრარულ პროდუქციას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების და შესაძლებლობას ევროპულ ბაზრებზე შესვლის. მოხარული ვარ, რომ შევხვდით ჩემს კოლეგას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდა გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ. მჯერა რომ ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობა, რომელიც მაღალ ნიშნულზეა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორებს აქვთ ერთმანეთის გაძლიერების რესურსი, რადგანაც ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის ძლიერი ღვინის კულტურა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ღვინის სფეროში ხანგრძლივი ტრადიცია და ღვინის წარმოების გამორჩეული მეთოდები აქვს. იყო დიალოგი მის შესახებ თუ რა პერსპექტივები არის სამომავლოდ საქართველოსთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ შედეგებს. იტალიის მინისტრმა აღვიქვა მისი ურყევი მხარდაჭერა და კოლეგებმა ისაუბრეს ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბოლის შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყნისა და ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა მიმოიხილეს, საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე ფონდის მიერ აღნიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანა მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით საუბარი ჰქონდა გეოპოლიტიკურ სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, როგორც რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის და ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და ის ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც საქართველოს აქვს, აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი ყველა იმ რისკების გადაზღვევა, რომელიც შესაძლებელია, რომ წარმოიქმნეს არსებული გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ასევე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მთავარ საინვესტიციო ოფიცერს, რეგიონული სახელმწიფო პროექტებისა და გლობალური კორპორატიული დაფინანსების მიმართულებით და ბანკის საჯარო სექტორის კლიენტთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს. განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება, ენერგეტიკა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ისევე როგორც გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში. სახელმწიფო მინისტრმა ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალურად
გაცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება და მიმდინარე ოკუპაციის თანმდები მძიმე შედეგები. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დევნილთა სააგენტო შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის იატაკის საფარს სრულად შეუცვლის. აღნიშნული საჭიროების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სოფელ შავშვებში გამართულ შეხვედრაზე დევნილი ოჯახებისგან მოისმინა და დახმარება აღუთქვა. პროექტი დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ წუთებში დედაქალაქის მთავრობის ხდომა იწყება კახაკალაძის განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გათვალისწინებული საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას მინდა რამდენიმე თემა შევეხო, ინფორმაცია მივაწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, გვაქვს საინტერესო სიახლეები. მე მგონი ყველამ კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, განახლება. ბევრი საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული, გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ორბელიანის მოედანი, იქ არსებული შენობა ნაგებობების რესტავრაცია, განახლება და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება აღნიშნული მიმართულება. დღეს საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია, განახლების სამუშაოებს. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა, რეაბილიტაცია. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული 4 კომპანია, რომლებიც დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა ნაგებობების აღდგენა, რესტავრაციას. პირველ ეტაპზე სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზირებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და პირველი რაც გაკეთდება იქნება კომუნიკაციების მოწესრიგება, რომ შემდგომში უკვე რეაბილიტირებულ და განახლებულ შენობებს არანაირი საფრთხე არ შეუქმნას მიწისქვეშა წყლებმა და ამორტიზირებულმა მიწისქვეშა კომუნიკაციებმა. რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე 21 შენობა ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც დაახლოებით 120 მილიონი ლარამდე დაიხარჯება. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების რესტავრაცია, შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს. არსებული შენობებიდან 8 შენობა სულხან საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა 45,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც მას შემდეგ რაც ჩვენ დავამთავრებთ შესაბამის სამუშაოებს, რესტავრაციას, აღდგენას, რეაბილიტაციას, 450-მდე ოჯახს გაუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა და ასევე თუნდაც ეკონომიური მდგომარეობა, იმიტომ რომ თუ დღეს ის არსებული ფართი, სადაც ადამიანები ცხოვრობს ავარიულ შენობა ნაგებობებში, პირობითად ვიძახი, მისი ღირებულება არის 100 ლარი. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ 4-ჯერ, 5-ჯერ ძვირი იქნება და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ისტორიული კოშკის რესტავრაცია, რეაბილიტაცია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი სამუშაოების გამო 18 აპრილიდან ლეონიდსა და სულხან-საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მთავრობის სლომის შემდეგ და ხვალაც უკვე ვისაუბროთ ამაზე, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაცია, თუ როგორ იქნება შესაძლებელი გადაადგილება. პროექტს რაც შეეხება, ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქალაქში გვაქვს ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამწუხაროდ ბევრი არის ავარიულ მდგომარეობაში, თუმცა ჩვენ მივყვებით და ეტაპობრივად ვახდენთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარდა ამისა, წარვადგინეთ პროგრამა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესის ჩართულობით და ასევე ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელთაც ვახორციელებთ გამოსყიდვას ასეთი შენობა-ნაგებობების, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ისტორიული ძეგლები, მოვახდინოთ მათი რეაბილიტაცია და მათი ავთენტურობა იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული. მინდა ასევე ძალიან საინტერესო პროგრამასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის ხელშეწყობა, მხარდაჭერა, ცენტრალურ ხელისუფლებას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროგრამები აქვს ბიზნესის ხელშემწყობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სასტუმროების მიმართულებით და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს საქართველოში და ასე შემდეგ. რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნესს აქვს უდიდესი როლი. სამუშაო ადგილების შექმნაში ბიზნესს აქვს განსაკუთრებული როლი. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოთ. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ კონკრეტულ პროგრამასთან დაკავშირებით, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროგრამა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, რომელმაც მაღალი ინტერესი და მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს, რამაც აჩვენა, რომ საკმაოდ დადებითია პროექტის ეფექტიანობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საპილოტე პროგრამა სრულ მასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და გავაფართოვოთ ასევე დაფინანსებაც. გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20,000 ლარამდე იყო, წელს კი თანადაფინანსება 50,000 ლარამდე გაიზრდება. შარშან პროგრამის ფარგლებში 50,000-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა, მათ შეიძინეს საჭირო დანადგარები, აღჭურვილობა, ბენეფიციართა შერჩევა შეფასებას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას მათი ბიზნესის განვითარებისთვის და წარმოადგენენ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ბიზნესის განვითარება. თანადაფინანსების პროპორციულობა შემდეგნაირად გადანაწილდება. 5,000 ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება, 5,000-დან 20,000 ლარის ჩათვლით 85%-იანი დაფინანსება იქნება, 20,000-დან 30,000 ლარის ჩათვლით 80%-მდე იქნება დაფინანსება ჩვენი მხრიდან და 30,000-დან 50,000 ლარის ჩათვლით 70%-იანი დაფინანსება იქნება მუნიციპალიტეტის მხრიდან. პროგრამის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა ხელს უწყობს მოქმედი ბიზნესების კიდევ უფრო ზრდას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ერთობლივი ძალისხმევით ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, თანადგომა ჩვენი მხრიდან და რა თქმა უნდა აღნიშნული პროგრამას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, შარშან დავიწყეთ საპილოტე პროგრამის განხორციელება, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. შესაბამისად, პროგრამა იზრდება, დაფინანსება იზრდება და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. პროგრამაში მონაწილეებისთვის საბუთების მიღება უახლოეს პერიოდში
გამოცხადდება. ჩვენ რა თქმა უნდა საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თარიღებთან დაკავშირებით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ინტერესი იქნება მაღალი პროგრამაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ბაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სკვერისარეაბილიტაციო სამუშაოების ზღვის უბნის დასახლების მესამე მიკრორაიონში მეხუთე კვარტლის ნომერ 22 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. მე უნდა აღვნიშნო ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ტერიტორია გასხვისებული იყო კერძო საკუთრებაში, რადგან ამ უბანში სხვა მეტი სივრცე არ არსებობს, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები მეპატრონესთან, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, რადგან ურთიერთმოლაპარაკებების შედეგად მოხდა აღნიშნული პარტიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ და მას სხვა პარტი შევთავაზეთ და ამ ტერიტორიაზე მოეწყობა პატარა რეკრეაციული სივრცე, რაც პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და იმ უბნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროექტის ფარგლებში კახა კალაძეს უსმედით პირდაპირ ეთერში, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება, პარალელურად ზარალს ამ დრომდე ითვლიან. ლაგოდეხში, ყვარელსა და გურჯაანში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ადიდებულ მდინარეებს კალაპოტები ეცვლება და იწმინდება. კარე სამყაროს არის მოწყვეტილი მაღალმთიანი სოფელი ჭერემი, შესაბამისი სამსახურები კი უახლოეს დღეებში არსებულ ვითარებას შეისწავლიან, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. მეოთხე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციებზე სამუშაოები, რომელიც სტიქიის ლიკვიდაციას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის და შიდა სახელმწიფოური მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სტრუქტურები და ყველა იმ ადგილზე, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა, მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას. 16-19 აპრილს თბილისის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოების თბილისის არენაზე სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაიცნო. ჩემპიონატში მონაწილეობას 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი მიიღებს. კონტინენტის პირველობას ძიუდოში საქართველოს მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა. 16-19 აპრილს საქართველოში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. დღეს დავათვალიერეთ მოსამზადებელი სამუშაოები და შეიძლება ითქვას, რომ თბილისი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. მინდა წარმატებული ასპარეზობა უსურვო ჩვენ სპორტსმენებს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული გულშემატკივარი არაერთ დიდ გამარჯვებას იხილავს თბილისის არენაზე. სული მხარდაჭერა გვაქვს სამინისტროდან, სული მხარდაჭერა გვაქვს მთავრობიდან, როგორც ფინანსურად, ისე სხვა ყველა დანარჩენი კუთხით და დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო აკორდებს გავდივართ მოსამზადებელი ეტაპის, პატიჟებით ქართული ძიუდოს გულშემატკივარს და ვპირდებით ძალიან კარგ და შთამბეჭდავ სანახაობას. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების სამშობლოში დაბრუნდა ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში გულშემატკივარმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყო. ქართულმა წყალბურთელებმა მალტაზე გამართულ მსოფლიო თასის მეორე დივიზიონში წარმატებით იასპარეზეს და სუპერფინალის აგზური მოიპოვეს. მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში პლანეტის 8 უძლიერესი ნაკრები იასპარეზებს. ჩვენმა გუნდმა გაიარა წარმატებით საკვალიფიკაციო ტურნირი მალტაზე. ამ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა 25-მა გუნდმა მთელი მსოფლიოდან. ჩვენ დავიკავეთ მეორე ადგილი. რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელიც ჩატარდება სიდნეიში ივლისში. და ეს კვალიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოხვდით 8 საუკეთესო გუნდში მსოფლიოში. მნიშვნელოვანი ტურნირი იყო, თუმცა გულწრფელი რო ვიყო, რა თქმა უნდა, ამ შედეგისთვის წავედით, გავფრინდით, თუმცა იმის და მიუხედავად, რომ სულ მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა სრული შემადგენლობით ნაკრებს მომზადებული ყავით ამ შეჯიბრისთვის, ამის ფონზე, რაც ის გაკეთებას მოვახერხეთ, როცა სწავლის ტოფასი არის, რა თქმა უნდა, დამსახურება არის ერთად ყოფნის პირველ რიგში. ამ ტურნირის განმავლობაში დავამარცხეთ ევროპის და არა მარტო ევროპის უძლიერესი ნაკრებები და შევძელით მოხვედრილი ყავით 8 გუნდში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვექნება და ასე ვთქვათ, ეს ჩვენთვის ამ წლის საუკეთესო დასაწყისი იქნება. ასეთი იყო ახალი ამბები, პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.